შესვენებისთვის ეს კუთხეში ესეთი რაღაც მაგიდა ჭყალებში მოვიწყე და ჩემს კონტეინერს შეხედე. ეს ასე და ეს ჩავაერთოთ აქ. აჰა. აი თუ აქ სტაფილოსფერი. სანამ შემდეგ ნაბიჯზე ვიფიქრებ სად რა გავაკეთო, საკვები უკვე ცხელი იქნება. ეს ყველაფერი დავგავე, მოვასუფთავე. ეხლა ნახეთ მეგობრებო, აქ როგორი საჩალიჩო სიტუაციაა. მოკლედ, გაზის სისტემას უნდა ქონდეს თავისი დეტექტორი, რომელიც დაუშვათ გაზის გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გათიშავს გაზის მიწოდებას. აი ეს სადენი, მაგას ემსახურება, ეს სადენი უნდა მოვიდეს აი აქ ზევიდან, ჭერიდან გადმოვა, ჩამოვა აქ, მაგრამ თავარი რაც არის, ამ მოწყობილობამ ხო უნდა აიღოს დენის წყარო. უნდა აიღოს აი აქედან, ყველაზე მოკლე წერტილი გამანაწილებელი კოლოფი მდებარეობს აქ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა ამ კედლის დაზიანება, იმიტომ რომ აქ უკვე კუთხოვანებია ჩადებული, აქ უკვე ბადეა გაჭიმული, სამალიარო საქმეებია დაწყებული, ადამიანს რატომ უნდა გაუფუჭოთ სამუშაო, როდესაც მაგის შესაძლებლობა არის. ესაგებია ხა ეს კოლოფი რო ყოფილიყო შორს, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ კოლონასთან ახლოს ვართ, ერთი მტკაველია დაშორება. ეხა ეს კოლონა ჩვენ რომ გავზომოთ, არის 16 სანტიმეტრიანი კოლონა. პრინციპში თვალის ზომა ნახეთ მეგობრებო როგორი მაქვს, სადაც დავსვი ეგ არის 8 სანტიმეტრიანი ფაქტიურად კი არა შუა ნაწილია რა. კოლონის შუა ნაწილია ეს და ზუსტად გვეცოდინება რომ ამის გადასწრივ, როზეტის გადასწრივ არის განთავსებული გამანაწილებელი კოლოფი. ერთი ვნახოთ როზეტი აქ როგორ ჯდება. აჰა, იდეალურად კოლოფის მეშვეობით დაახლოებით შუა ზომამდე. ეს გადაიჭრება. დიაგონალზე უნდა წამოვიდეთ მაშინ რა, სხვა გამოსავალი არ არის. ეხლა ამის გადაბმას მეგობრებო ჯობია რომ ცოტა დიაგონალზე წამოვიდეთ, არ იქნება პრობლემა. ანუ აი ამისა და ამ გადაწყვეტილების ნაცვლად ეს რომ დავზოგოთ, აი უკვე ტკაველზე მეც ფაქტობრივად ტკაվել ნახევარს აქ ვზოგავთ თუ წამოვალთ ასე დიაგონალურად. წესით ესეთი დიაგონალური გადმოსვლა არ არის რეკომენდებული და არ შეიძლება. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ აქ სამზარეულო უნდა იყოს, კედელზე დაბლითა ნაწილი არ მაგრდება, მხოლოდ და მხოლოდ იდგმება, არაფერი არ იბურღება, შესაბამისად ეს პატარა ცუდო აქ დასაშვებია. აი მეგობრებო რა გამოვიდა. ეს უკვე ყოფნის. სადენის გადაბმას თავს ვარიდებთ და აი ამ მეთოდით უკვე მოვდივართ როზეტამდე. ხო, კიდე ეს გადაწყვეტილება რომ პირდაპირ აი აქ გადავჭიმავ ამ სადენს, იმიტომ არის გამართლებული რომ ეს წყლის წერტილები მაინც გადასატანია აი აქეთ. გამომდინარე აქედან სანტექნიკას ჩვენ ხელს არ უშლით. არანაირი პრობლემა არ არის. ეხლა ეს სანტექნიკა დაუშვათ აქ რომ დარჩენილიყო, მაშინ რა თქმა უნდა სადენის ასე გაყვანა ყველანაირად არ გაუმართლებელია, გამორიცხულია, უბრალოდ არ შეიძლება დაიმახსოვრეთ, აი თუ სანტექნიკა ესე მოდის, სადენის აი აქ გასვლა არ შეიძლება. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული რა. ხელოსანი ვარო, მაშინ არ უნდა თქვა. გამომდინარე იქიდან რომ როგორც თქვი რომ ეს სანტექნიკა უქმდება და 50-იანიც ყველაფერი 20-იანი ეს მილები ყველაფერი კანალიზაცია აქეთ გადადის, იმიტომ რომ ნიჟარა აქეთ უნდა დაიდგას. პრობლემა არ არის, შეგვიძლია ესე გავაკეთოთ.